თბილისის მერმა დღეს სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. დავით ნარმანიამ ნერგების სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად დარგო. გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. რამდენიმე უწყებამ ერთობლივად დავგეგმეთ დღეს გამწვანების აქცია, იმისათვის რომ ერთობლივი ძალისხმევით შევასრულოთ ის ჩვენი აუცილებელი პროგრამა, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაისახა მიზნად და გულისხმობს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანების ჩართულობა არის მაღალია და მოდიან თავიანთ შვილებთან ერთად, მოაქვთ ნერგები, მოაქვთ სამუშაო იარაღები, იმისათვის რომ ერთად დავდგეთ და ერთობლივი ძალისხმევით გავამწვანოთ და მოვაწესრიგოთ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მხარი დაუჭირეთ ამ აქციას, მოვედით დავდგეთ ხეები და აგრეთვე ჩამოვუტანეთ საჩუქრები იმ ბავშვებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ხეების დარგვაში. მე ვფიქრობ, ესეთი ინტეგრაცია საჭიროა მთლიანობაში საზოგადოებისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეთ.